რო შეაწეროთ 10 წლის წინ როგორც გეგმავდით ექსპედიციაში წასვლას და დღეს როგორც გეგმავთ თქვენ ანტარქტიდაზე წასვლას. აი რა განსხვავებას ხედავთ თქვენ თავში ემოციურად, თუნდაც ფიქრებით, თუნდაც ფიზიკურად? ემოციურად ეხლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ამიტომ ჩემს მეგობრებთან, ტოლებთან ერთად მივდიოდი და ძალიან ადვილი იყო თქვათ რაღაცა თუ შეგეშლებოდა ან თავის გამართლება, ან რაღაცა სხვისი დადანაშაულება, რაღაც ესეთი. მარტივი ის იყო ურთიერთობები იყო რა. იმიტომ რომ ყველა ერთ ჭკუაზე უბერავდით რა და ეხლა ცოტა ისა ვარ რა, უფროსი ვარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს რა და ამას პასუხისმგებლობა ეს გუნდის წევრებთან და მე საზოგადოებასთან ამას გარდა უკვე ასაკში როცა ადრე თქვათ ასეთ რამეზე არ ვფიქრობდი, თქვათ ჯანმრთელობას. ყველა ექსპედიციის ასვლის დროს ან ყველა ასვლის დროს ვფიქრობდი რომ ადრე რა შემეძლო წარსულში და ეხლა აი რა მოუმატე. ეხლა ექსპედიციის დროს ვფიქრობ რომ აი რა შარშან თქვა სიტყვაზე რა შემეძლო და ეხლა იმ დონეზე ვარ თუ არა რა, რამე ხო არ ასე ვთქვათ მომაკლდა რა. ამას გარდა არის ესეთი განწყობაც ძველი მანქანის განწყობა რა, ძველი 06 ან 03 რა და აი რა დეტალი გაუტყდება, რა დეტალი გალატებს რაღაც რომ არ იცი. კარგად ხარ, ანუ კარგად ვარ რა, მაგრამ მაინც რა არ ვიცი.